ღებულობს ტაძრის, აშრამის, ეკლესიის და სხვადასხვა ფორმებს. ოღონდ მასში არავინ არ არის ცარიელი. თავისთავად თუ ღვთისმსახურების ადგილზე, სადაც ტარდება რიტუალები და რომელიც რელიგიურ თავშეყრის ადგილია, ეჭვი არ არის ამაში, მაგრამ მასში არ იმყოფება სწავლება და თუ ეს ადგილი არ ინახავს სწავლებას, მაშინ ის არის უკვე ორგანიზებული რელიგია და ის არის უკვე დიდი დაბრკოლება სულიერი განვითარების გზაზე. ისევე როგორც ალბათ ყველას სმენია გრალი თასი, რომელშიც უფალი იესო ქრისტეს სისხლი არის შეგროვილი, როდესაც შუბით გამოგვიყვანეს ფერდი, იქ მიიტანეს ჭურჭელი, მოამბობენ, რომ ეს ოქროს ჭურჭელი იყო, შეიძლება ეს ოქროსი იყო, შეიძლება ვერცხლი, შეიძლება თიხის, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ერთ-ერთი მატერიალური ელემენტებია. ჩვეულებრივი მატერიალური ელემენტებისაგან შემდგარ ჭურჭელში დააგროვეს ტრანსცენდენტული ჭეშმარიტება, დროესია უფალი იესო ქრისტეს სისხლი ნაწილი ესეა ტრანსცენდენტულია და ჩვეულებრივი მატერიალური ელემენტებისგან შექმნილი ჭურჭელი ინახება ეს ტრანსცენდენტული. სწორედ ესეთია კალიუგას ბუნება, რომ სწავლება ჭეშმარიტების შესახებ, ჭეშმარიტი სწავლება იღდება ჭურჭელი შესანახად. ეს ჭურჭელი არის სწორედ ის ორგანიზებული რელიგიის ის რაღაც დაწესებულება, ეს იქნება აშრამი, ეს იქნება ეკლესია, თუ ეს იქნება ტაძარი, თუ მეჩეთი, თუ სინაგოგა, თუ რაც გნებავთ. ხოლო თქვენ წარმოიდგინეთ, რა უნდა იყოს ამ გრალის თასის ფასი, თუ მასში ის სისხლი არ ასხი. თუ ის ტრანსცენდენტული აღარ არის დაწესულია, მაშინ ეს ჩვეულებრივი ჭურჭელი. ჩვეულებრივი ჭურჭელი, როგორც მატერიალური ელემენტებისგან შექმნილი, ხასიათდება ყველაფერი იმ ცუდით, რითაც მატერიალური ელემენტები ხასიათდება, ეს კომბინაციები წარმომავლობა, შეიძლება ეს იყოს ალტალახიანი ჭურჭელი და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც მასშია, ეს არის სუფთა, მარადიულად უცვლელი, ეს არის ის სწავლება, ეს არის თვით უზენაესი ღმერთი, რომელიც არის გამოვლინდება წმინდა წერილების საშოდან, შესაბამისად თუ ეს კომპონენტი არ არის, მაშინ ეს ჭურჭელის ფასი არის კაპიკი და უფრო მეტიც, უფრო საშიშია ვიდრე საერთოდ სხვა ნებისმიერი ჭურჭელი. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩემ საკუთარ თავს და ყველა თქვენგანს მინდა უსურვო, რომ ამ სულიერი განვითარების გზაზე გქონდეს მუდმივი წინსვლა. სულ მუდამ უნდა ვიფიქროთ, სულ მუდამ უნდა ვიზიაროთ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც გადმოგვეცა ჩვენ და სულ მუდამ წინ უნდა ვიაროთ და წინ. ერთ ადგილზე გაჩერება არის სასიკვდილო, მომაკვდინებელი. იმ წუთში ვეფლობით ჭაობში და ჩვენ უკვე ჭურჭლის ნაწილი ხდებით და აღარ ვეზიარებით ჭურჭელში არსებულ ჭეშმარიტებას. ეს ასე ვთქვათ, სახალხო მოლოცვა იყო უბრალოდ ეხლა მაინც და მაინც გამოკრიტიკებთ ამის გულისათვის. ეხლა დავიწყოთ დღეს ჩვენ დავიკითხავთ ჟემათ ბაგავატამის მეექვსე სიმღერის პირველი თავის 54 ლექსი. ომ ნამო ბაგავატე ვასუდევაია, ომ ნამო ბაგავატე ვასუდევაია, ომ ნამო ბაგავატე ვასუდევაია. Narayana Namaskrityam Naram Chaiva Narottamam Devim Saraswati Vyasam Tato Jayato Dirayet Nashtaprayesha Bhadarishu Nitya Bhagavata Sevaya Bhagavati Uttama Shloke Bhakti Bhavati Naishtikim. Laptkhva nimitam avyaktam bhavati uttam yathayoni yathabijam
Svabhavena Baliyasyam Latvani Mittam Vyaktam Bhavati Ukta Yathayoni Yathabiyam Svabhavena Baliyasam ეხლა სად არის ესა? უზრუნველყოფ თეორია ქართული ვარიანტი. ცოცხალი არსების მიერ გაწეული ანგარებითი შრომა, როგორც ღვთისმოსავი, ასევე ცოდვილი, მისი სურვილების დასრულების ფარული მიზეზია, რომლის გამოც ღებულობს იგი სხვადასხვა სხეულებს. თავისი მძაფრი და უუკებელი მისწრაფებების შესაბამისად, ცოცხალი არსება გარკვეულ ოჯახში ბადება და გარეგნულად დედას ან მამას ემსგავსება. ასე რომ ცოცხალი არსების უხეში და ნატიფი სხეული მისავე სურვილებისა და მიდრეკილებების თანახმად იქნება. კომენტარები. უხეშ სხეულს ნატიფი სხეული ქმნის და როგორც ბაგავად გიტაშია ნათქვამი, ქართულში არ არის ბაგავად გიტაში ნათქვამი, ცერფელ ნახოთ არის ბაგავად გიტაში ნათქვამი. Yam manis maran bhavam tayojjati ante kalevaram tam evati kaunteya sadatat bhavitah. არსებობისა და არსებობის რამდგომარეობაც ახსოვს ცოცხალ არსებას, სხეულის დატოვების ჟამს, მომავალში უთოდ იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება. სიკვდილის ჟამს, როგორია ნატიფი სხეულის მდგომარეობა, განისაზღვრება ცხოვრების მანძილზე უხეში სხეულის მიერ გაწეული საქმიანობით, ასე რომ უხეში სხეული მთელი სიცოცხლის მანძილზე მოქმედებს, ნატიფი სხეული კი, რომელსაც ლინგა სურვილთა სხეული ეწოდება, სიკვდილის ჟამს იწყებს ცოცხალი არსების მომავალი უხეში სხეულის შექმნას, რომელიც მისი დედის ან მამის სხეულს გავს. რიგვედას თანახმად, თუკი სქესობრივი კავშირის დროს დედრის სქესობრივი საწყისი მამრულ საწყისზე მეტი აღმოჩნდება, ქალი დაიბადება, საპირისპირო შემთხვევაში კი ბავშვი მამის სხეულს მიიღებს. ასეთია ბუნების ურთულესი კანონები, რომლებიც ცოცხალ არსების სურვილთა შესაბამისად მოქმედებს. თუ ადამიანს კრიშნას ცნობიერების განვითარებით საკუთარი ნატიფი სხეულის სულხნას ვასწავლით, მაშინ სიკვდილის ჟამს ეს სხეული ისეთ უხეშ სხეულს შექმნის, რომელშიც ყოფიც კრიშნას ერთგული სამსახური იქნება დაკავებული. ხოლო თუ კი კრიშნას ცნობიერებაში ადამიანმა უკვე მიაღწია სრულყოფილების საფეხურს, მატერიალური სხეულის მიღება არავის მოუწევს, უმალვე სულიერი სხეულით აღიჭურვება და მან ღმერთთან დაბრუნდება, ასე ხდება სულის გადასახლება. ამიტომ გრძნობათა დაკმაყოფილებისათვის გამიზნული ხელშეკრულებებით კაცობრიობის გაერთიანების ამაოებს ამიტომ გრძნობათა დაკმაყოფილებისათვის გამიზნული შეთანხმებებით კაცობრიობის განვითარების ამაო მცდელობის ნაცვლად ჯობს ხალხს ვასწავლოთ, როგორც გახდნენ კრიშნას ცნობიერი და დაბრუნდნენ შინ ღმერთთან, ეს სამარაჯამო ჭეშმარიტება. პრაბჰუპადა კი Om Agyana Timirandasya Gyanam Jana Shalakaya Chakshurama Militam Mena Tasmai Shri Gaurave Namaha Namo Vishnu Padaya Krishna Prehtaya Putale Srimati Bhaktivedanta Swami Itzinamine Namaste Saraswati Deve Auravani Pracharine Nirvishesha Shamiyavadi Shatya Deshatarine Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Riyadvaita Gadadhara Srivasadi Gaura Bhaktavrinda Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare Hare Om Sakhana Bhavatu Sakhana Punatu Sakhaviriyam Garava Vahaye Tejasvina Madidamastu Avitkvi Shavahaye Om Shanti 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 Om Hare Krishna კიდევ ერთხელ მოგესალმებით
ეს ადგილები ნაციონალურ ფაგავატამში ძალიან საინტერესოა და საინტერესო. აა ოდიშით დიახ, წვეთინეთ. როცა ელენა მათაჯი იყო შემოსული და გავიდა და ბრძანეთ? ელენა მათაჯი იყო შემოსული წარუმდა და გავიდა. კი თაგმანი ბატონო. მაგალითად მაგაც კი სამი ბატონო. არიან უბრალოდ და ვერ გავიგე სამნი არიან ვინა? აკარშიც სამი არიან უსულენოვანები რა. ხო, ანუ როგორ მოვიქცეთ? არ ვიცი, მაგას ვკითხულობ, თარგმნა ხო არ მიდის საკეთ ჩატში, ასადმე რომ რა ვიცი მეკითხულობ. თარგმნა, ანუ ტაძარში თუ არის უსულენოვანი სამი, თქვენ ხო შეგიძლიათ უთარგმნოთ? ხო, ბოდაკაც ხედავ, რომ მიჩდებიან, ანუ ჩატში და რო არ არის თარგმანი, მე რიქრებიან და ანუ გავიგე. ათაფავა პოსტებს აქვეყნებს ტელეგრამში. როგორ მოვიქცეთ ათაფავას ვკითხოთ? კეთილი, მოდი ესე. Можно переводом просто сделать, и мы напишем, что перевод начался. არის ამის შესაძლებლობა ჩატში რო ჩავერთოთ და გაკეთდეს თარგმანი? Если есть возможность, вот этот, как обычно, там вы на одном языке и переводите. Ратапава, Гоча говорит, что сейчас в онлайн подключаются люди, и они подключаются и отключаются, когда нет. Я знаю, я видела. И вот потому он говорит, что давай, может, чат начнем переводить, и присутствующие в храме, и включающие онлайн. Галинди Матаджи нету, который это получается. И поэтому Потому нужен быть вот такой перевод онлайн. Поэтому я спрашиваю, то есть Гоча, Сергей Гочас, хорошо, კარგი, როგორც არის, მოკლედ. კი ბატონო, როგორ ჩათვლით საჭიროდ, ოღონ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ლექცია ბოლომდე მივიყვანოთ, რა. და თარგმნების გამო უკვე ხალისიც აღარ არის. კეთილი. ეს ლექსები ანუ თარგმნოთ ისე როგორც თარგმნით. ანუ ეს ლექსები, რამდენიმე ლექსი, სხვათა შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინმეს ალბათ ქონია საკუთარი თვალით უნახავს აბრეშუმის ჭია როგორ ცხოვრობს. აბრეშუმი ყოლია ვინმეს სახლში. დაია თქვენ არ მოსწრები ხართ მაგ ამბავს აბრეშუმი რო ყავდათ სახლში? ბაში კი როგორ არა. ხო და ძალიან მცნაური სურათია. აძლევდნენ ხოლმე ხალხს და დედასაც მოხავდა. ხო, გეგმას აძლევდნენ და უნდა აბრეშუმი უნდა ყოლოდათ, მერე უნდა თუთის ფოთლები, შორის ფოთლები უნდა ეკრიფა და ეზიდათ და ეჭმიათ და ისეთ სიჩქარე ჭამდნენ აბრეშუმი ჭებიან ფოთლებს პირდაპირ აღლას ვერ ასწრებდნენ რა. და ძალიან საინტერესო სანახაობაა, რომ ეს აბრეშუმი ჭერი იკვებება, იზრდება და ბოლოს იწყებს ქსოვას. პარკის ქსოვას საკუთარი თავის გარშემო. ეს საკუთარი თავის გარშემო იწყებს პარკის ქსოვას და საბოლოო ჯამში ჩაკეტილი არის ამ პარკში, გაიკეტება და მერე ამ პარკიდან გამოდის პეპელა. ანუ ეს აბრეშუმი ჭია მოხლო ხო მათლი თავისი დაუძლეველი გადაულახების სურვილების გამო გადაიქცევა პეპელად და ეს პეპელა გამოდის ამ აბრეშუმის პარკიდან. განჩენი მე უკვე წარმოების საკითხი ეგ როგორ აცლიან ამ ფენას აბრეშუმის პარკს და როგორ იღებულობენ აბრეშუმს. ესე იგი, საოცარი სანახაობა არის. სწორედ ასევე, როგორც წინა ლექსია, სწორედ ასევე უგნური ცოცხალი არსება საკუთარი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ ციხეს, საკუთარ საკანს ქსოვს. საკუთარ საკანს ქსოვს და მერე ისე აღმოჩნდება, რომ ამ საკანის ტყვეობაში რომ უკვე სხვა გასაქანიც კი აღარ აქვს. ესეთი არის მექანიზმი და მეცაც გეტყვით. ჩვენი ნამოქმედარი ამ ცხოვრებაში ქმნის ჩვენს მომავალ ცხოვრებას. ქმნის ჩვენს მომავალ სხეულს. ასე ამბობს პატენჯალი, რომ ეს
ეს კარმა ეს არის აი ამ ცხოვრებაში ნამოქმედარიდან მომავალი სხეულის შექმნა. მომავალი სხეული, რომელსაც განსაზღვრული აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელსაც განსაზღვრული აქვს მისაღები ტანჯვისა და სიამოვნების რაოდენობა. არ ვიცი ეს რა ერთეულებში ხდება მისაღები ტანჯვისა და ალბათ რაღაც ემოციონალური დატვირთვის მიხედვით. რომ გასწრდეს შუაზე ვერაფერს ვერ მიიღებს, თუმცა არსებობს მრავალი რაღაც საიდუმლო და ეზოთერული მეთოდები, როცა ადამიანს შეუძლია კრედიტში არიდოს თავი რაღაც შელოცვებითა და რაღაც უბედურებებით, რაღაც მოსალოდნელ უბედურებას ან მოსულ უბედურებას, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ცხოვრებაში ეს უბედურება უკვე თავისი პროცენტებით იქნება გასასტუმრებელი. ასე რომ ის რაც მისაღები აქვს ადამიანს ის აუცილებლად მიიღებს, ხოლო რაც არ იკუთვნის, იმას ვერც ვერ მიიღებს, რაც არ უნდა განსხვავება გასცირს. წარსულში ჩადენილს ის უკვე ვეღარ შეცვლის. მაგრამ მას შეუძლია ეხლა ამ ცხოვრებაში მოიქცეს ისეთნაირად, რომ წარსულში რომ როცა ეს ცხოვრება მისი წარსული გახდება, მისი მომავალი უფრო ნათელი და კარგი იყოს. წინა ლექციაზე კი მოგიყევით ახლა ამის ხელახლა მოყოლას არ აქვს აზრი, როგორი ცვლიდება მარცვლები და როგორ ამოიყრის დაუძლებელ სურვილებს ჩვენი ცნობიერების ზედაპირზე და მერე ჩვენ როგორ გვამოქმედებს ეს სურვილები როგორ ზღუდავს, როგორც ეს პარკი აბრეშუმეჭიას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ არსებობს მეთოდი, რომ ამისაგან გავთავისუფლდეთ. ეს მეთოდი არსებობს. პირველი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით წარსულ ეპოქებში, როდესაც ადამიანი იღებს ახალ დაბადებას, ეს დაბადება მთლიანად არის დამოკიდებული სიკვდილის მომენტში მისი ცნობიერების მდგომარეობაზე. ანუ რა მდგომარეობაში არის ნატიფი სხეული სიკვდილის მომენტში. როგორი სურვილები და ოცნებები ამოძრავებს მას ჯერ კიდევ შეუსრულებელი, როგორი მორალური ეთიკური ნორმებია მის გონებაში, როგორი იდენტობა მას გააჩნია, ანუ ჭკუა, გონება, ეგო, რა მდგომარეობაში არის მთელი ეს კომპლექსი, სწორედ ეს მდგომარეობა განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მომავალი სხეული, რომ ამ ცოცხალმა არსებამ ოპტიმალურად დაიკმაყოფილოს თავისი სურვილები. უბრალოდ სიკვდილის შემდეგ ცოცხალი არსება აღქმას აგრძელებს აღქმავს რეალობას, მაგრამ მისი კარმენდრიები, ანუ არის 5 გიანენდრია, 5 გამზომი გრძნობა, რომელიც გარე სამყაროს აღიქვამს 5 სენსორის საშუალებით და არის 5 კარმენდრია, 5 მოქმედების უნარი. ეს 5 მოქმედების უნარია ლაპარაკი, ჩაჭიდება, გადაადგილება, გამრავლება და გამოყოფა. ეს არის 5 უნარი, რომელთაც ცოცხალი არსება მოქმედებს, ცოცხალი არსების უხეში სხეული მოქმედებს, მაგრამ სათავეს ეს იღებს ნატიფ სხეულში. მაგრამ საქმე ისაა, რომ უხეში სხეული არ გააჩნია, ნატიფ სხეულს არ შეუძლია ეს 5 უნარი გამოიყენოს და ამუშაოს მანქანა. მას მანქანა ჭირდება იმისათვის, რომ ეს ამ 5 უნარმა თავისი მოქმედებები შეასრულოს უკვე მატერიალურ სამყაროში. აი ესეთი არის თავარი სურვილი გარდაცვალებული, ანუ უხეშ სხეულს დაშორებული ცოცხალი არსებისა, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს ყველა მეთოდებით ეძებს ახალ სხეულს, რათა გააგრძელოს თავისი ცხოვრება, თავისი მოტივაციით მოქმედება, სურვილების დაკმაყოფილება. და ის როდესაც ხდება, უკვე როცა სამყაროს საათი აჩვენებს იმ დროს, რომ მომწიფდა სიტუაცია და უკვე არსებობს ის გარემოცვა, სადაც ეს შეიძლება დაიბადოს და ამას ყველაფერს იამარაჯა აკონტროლებს, რომელიც როგორც წინა ლექსია მოცემული და მისი ძლევამოსილება, მისი ძლიერება განზომილია, ძალიან დიდია. ბრაჰმას ის არ ჩამოუვარდება არაფრით და თქვენ წარმოიდგინეთ, ხო თავისი ჭკუით, თავისი გონების, თავისი ჭკუის საშუალებით ის ხედავს ყველაფერს ამ პროცესებს მთელ სამყაროში
და მთელ საყოველთაოდ არეგულირებს ამ პროცესებს. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რომ როდესაც მომწიფდება ეს მომენტი, როდესაც ჩამოყრავს არის, როცა მზად არის უკვე ის დრო ადგილი და გარემოება, სადაც შეიძლება ახალი სხეული გაჩნდეს, მაშინ ხდება განაყოფიერება მამაკაცური საწყისით, ხდება განაყოფიერება კვერცხუჯრედის და იწყება ნელ-ნელა ამ ცოცხალი არსების მიერ ნაყოფის ახალი სხეულის ფორმირება. მისი სურვილები, მისი დაუძლეველი სურვილები იმდენად დიდია, როგორც აბრეშუმის ჭიას გადააქცევს პეპელად. ეს სურვილები ჩვეულებრივ ჩანასახს გადააქცევს უკვე ცოცხალ არსებად, სხეულის მქონე ცოცხალ არსებად და ეს ცოცხალი არსება უკვე იბადება და როგორც ამ ლექსში იყო ნათქვამი, მისთა მიხედვით თუ როგორი არის სიძლიერე მამაკაცური საწყისის, ამ ქალური საწყისის, იბადება ან ქალი, ან კაცი და იბადება გარკვეული განწყობილებით და ამ განწყობილებას გარკვეული დანიშნულებით, გარკვეული ბუნებით და ამ ბუნებას ქვია სვათარმა, საკუთარი თხარმა. იბადება უკვე დაბადების არის განსაზღვრულია უკვე დაბადების მომენტში. დაბადებამდეც პრინციპში განსაზღვრულია, რომ ეს იქნება ბრაჰმანი, ეს იქნება ქშატრია, ვაიში თუ შუდრა. არსულ დროებში ამიტომაც უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა სამსკარების შესრულებას, რომ ჩასახვის წინ ასრულებდნენ მთელ რიგ რიტუალებს, სოქმარი მუსლად ყოფნის პროცესში კიდევ რიტუალები სრულდებოდა, როცა იბადებოდა ბავშვი, შემდეგ სრულდებოდა სამსკარები, კიდევ რიტუალები, პირველი თმის მოკვეცის რიტუალი, საკვების მიღების რიტუალი, ღვთაებებთან წარდგენა და ასე შემდეგ. და ყველაფერი ეს რიტუალები ჯერ კიდევ ჩასახვიდან, ჩასახვამდე დაწყებული ეს რიტუალები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ოჯახში გაჩენილიყო ადეკვატური შთამომავლობა. რომ ბრაჰმანის ოჯახში დაბადებული იყო ბრაჰმანის სვათარმას პატრონი, რომ ისინი თავისი ამ რიტუალებით იწვევდნენ სწორედ და ქმნიდნენ იმ გარემოებას, რომ ბრაჰმანი ჩასახულიყო, ქშატრიას სხეულში რომ ჩასახულიყო ქშატრია და ვაიშის და შუდრის დასშემდეგ. რომ ჰარმონიულად განვითარებულიყო საზოგადოება და არ მოხდარიყო მტკივნეული გადახრები, ისე რომ მაგალითად როცა ბრაჰმანის ოჯახში ჩაისახება შუდრა და არის დიდი ტრაგედია, ოჯახური ტრაგედია, ან შუდრას ოჯახში ჩაისახება ბრაჰმანი და ესეც მეორე ტრაგედია არის მთელი ოჯახისათვის, გარკვეული ცხოვრებისეული ტრაგედია. ამიტომ გასულ ეპოქებში იმდანად კაცრად, იმდანად სავალდებულო და იმდანად კარგად სრულდებოდა ეს რიტუალები და სამსკარები, რომ როგორც წესი ბრაჰმანების ოჯახებში იბადებოდნენ ბრაჰმანები. ქშატრიების ოჯახებში იბადებოდნენ ქშატრიები და ასე შემდეგ. შემდეგში ადამიანებმა როცა დაკარგეს იმის გარჩევა, მიზეზშედეგობრივი კავშირების გარჩევა და ვეღარ გაიგეს რატო ხდება და როგორ ხდება ესე, უკვე ტამაგონის ზეგავლენით დაიწყეს ფიქრი, რომ ბრაჰმანის ოჯახში იბადება ბრაჰმანი აუცილებლად. ბრაჰმანის ოჯახში ბრაჰმანი იმიტომ იბადება, რომ ეს ბრაჰმანის ოჯახია და всё. დავითარ სამსკარა, მამსკარა აღარ არის, საჭირო არაფერი აღარ არის. ეს ბრაჰმანის ოჯახია და ბრაჰმანის ოჯახში დაბადებული აუცილებლად არის ბრაჰმანი. ქშატრიას ოჯახში დაბადებული არის აუცილებლად ქშატრია. მეფის ოჯახში დაბადებული აუცილებლად არის მეფე. სამწუხაროდ ეს გვიან და გვიან ეპოქებში ეს უკვე ესე აღარ ხდებოდა და აღარ ხდება ეხლაც და ეხლა საერთოდ რა ხდება კაცშვილი ვერ გაიგებს, იმიტომ რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არის ვარნა სამსკარა, არასასურველი ვარნაშრამა თარმას სხეულზე გაჩენილი ძირმაგარა, რომელიცაც მოაქვს ტანჯვა როგორც საზოგადოებისათვის, ასევე საკუთარი თავისათვის. აი ესეთი არის ბატონო, როცა უკვე ვეღარ გებულობ ვინ ვის სხეულში და როგორ იბადება. მაგრამ არის ერთი რამ, ცნება სვათარმა, ანუ საკუთარი თარმა, საკუთარი ბუნება, საკუთარი გზა. და თუ ადამიანი ამ გზას მიყვება,
მაშინ მას აქვს ძალიან დიდი შანსები, რომ სიცოცხლის ბოლოსათვის რაღაც ნათელი ცნობიერება მაინც გქონდეს. ნათელი ცნობიერება გქონდეს, როგორც პრაქტიკულად აწევს კომენტარებში, რომ თუ საკმაოდ განვითარებული ცნობიერებით დაიბადება, ის შემდეგ ცხოვრებაში უკვე შესაბამის დაბადებას მიიღებს და უკვე მისი ცხოვრება გაცილებით უფრო მსუბუქი და მიმზიდველი იქნება, სადაც ის კიდევ შეძლებს თავის სხვა თარმას მიყვეს და ასე შემდეგ. სხვა თარმა ეს არის მოქმედება იმ მოდუსების მიხედვით, რომელთაც განპირობებულია შენი სხეული, რომ როგორც მესამე თავში ბაგავად გიტაში აღწერს და ისევ ამავე მონაკვეთებში არის აღწერილი შრომად ბაგავატამში, რომ ვერავინ ვერ გაუწევს წინააღმდეგობას საკუთარ ბუნებას, რომელიც ბუნების სამი მოდუსით არის განპირობებული. გამორიცხულია ეს, ვერ შეწინააღმდეგები. შენ თუ გაქვს მეუღლის ბუნება, ადრე თუ გვიანა მეუღლის გზაზე რაღაცის გაკეთება მოგიწევს. და კრიშნა ამბობს, უმჯობესია მიყვეს საკუთარ გზას და შეასრულო საკუთარი მოვალეობები თუნდაც ცუდად, ვიდრე სხვისი მოვალეობები შეასრულო თუნდაც უკეთესად, რადგანაც სხვის გზაზე სიარული არის ძალიან სახიფათო. სხვისი თარმის შესრულება ძალიან სახიფათოა და ძალიან სერიოზულ ბადეში ახლავს ცოცხალ არსებას. მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ამ ილუზიიდან გამოსავალი. საბოლოო ჯამში სხვა თარმის გზაზე სიარული, საკუთარი თარმის პატიოსნად აღსრულება ადამიანს ვერ იხსნის დაბადება სიკვდილის წრიდან. არ არის მის დანიშნულება, რომ დაბადება სიკვდილის წრიდან იხსნას. განთავისუფლება მატერიალური სამყაროდან, მატერიის ზეგავლენიდან ეს არ ხდება მხოლოდ კი, შეიძლება რომ უნაკლოდ მისდიოთ ხარმას და შენ მატერიის ზეგავლენისგან განთავისუფლდე, მაგრამ არაფერი არ გაძლევს იმის გარანტიას, რომ იმ წუთში არ დაიბადები ხელახლა, ან გარკვეული დროის მერე ხელახლა არ დაიბადები, იმიტომ რომ ზოგადად ესეა, ჩვენ ხო დავიბადეთ არა მატერიალურ სამყაროში, ხომ დავიშვით ამ მატერიალურ სამყაროში. ასე რომ თუ ადამიანს მხოლოდ საფუძველი მხოლოდ სხვა თარმა აქვს, ეს არ აძლევს მას სრულ გარანტიას იმისას, რომ მატერიის ზეგავლენისგან განთავისუფლდეს და დაბადება სიკვდილის წრეს მოშორდეს, რომ მოკდება აღარ დაიბადოს არასოდეს. მისათვის არსებობს უმაღლესი თარმის ცნება, პარათარმა, სანატანა თარმა, მარადიული თარმა, მარადიული დანიშნულება, მარადიული მოვალეობა ცოცხალი არსების, ნაწილის მარადიული მოვალეობა არის იყოს მთელთან ერთად, მთელის ნაწილი იყოს. მთელთან კონდეს ურთიერთობა. თუ მთელის ნაწილი დაკარგავს მთელთან ურთიერთობას ან შეწყვიტავს დროებით იმ მოსაზრებით, რომ მთელი გახდება თვითონ, ის ვერასოდეს ვერ გახდება თვითონ მთელი და მთელთან ურთიერთობას კი დაკარგავს. ასე რომ როგორც ერთხელ გნოლმა თაგუნამ იუკადრისა თაგობა და მე აღარ ჩიტი გამოვიდა და აღარც თაგვი და რაღაც ჩიტებში გაერია და აღარც თავის შენება მიიღეს. ნახოთ ეს მდგომარეობაში აღმოჩნდება პიროვნება უარყოფს ამ საკუთარ დანიშნულებას. მაგრამ არსებობს ცოცხალი არსების მარადიული დანიშნულება. ჩვენ ახლა აი ამ თაგუნას როლში ვართ. ვერც ბრუნდებით ჯერ იმ ჩვენ სახლში და ვერც აქაურობას ვერ შევეგუეთ, იმიტომ რომ როგორ შეეგუო აქაურობას, როცა ეს გარშემო ეს თაგვები ყველა იკვინება და არც ერთ ამოწმოთ და საბოლოო ჯამში სიკვდილით თავდება აქაური ყოფა და თანხმდენელია შეეგუო ესეთ ყოფას, რომელიც სიკვდილით თავდება. და ჩათვალო, რომ ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობაა და მოკვდე მე იმისაც რომ კიდევ დაიბადო. ნუ არ ვიცი ხა, როცა ხმათ დამაგუნაში არიან ადამიანები, ჩვეულებრივად მიაჩნიათ და ნუ ესეთია წესი და მოკვდები. ასის. მაგრამ მიდაწერლებიდან ადამიანი გებულობს იმას, რომ სიკვდილი არ არის მისი ბუნება, რომ სიკვდილი არ არის მისი სიცოცხლის ნაწილი, რომ მისი სიცოცხლე მარადიულია, რომ თვითონ არის ნაწილი მარადიული მთელის და ეს ურთიერთობა უნდა აღადგინოს. უნდა ხელახლა აღადგინოს ეს ურთიერთობა მარადიულ მთელთან. წინააღმდეგ შემთხვევაში მარადიულ მთელთან ურთიერთობის გაწყვეტა
იმ მოტივით, რომ მე მთელი გავხდები ამ დროს, არის ყოველად უაზრო საქციელი. რას ნიშნავს მარადიული დანიშნულება? მარადიული დანიშნულება ნიშნავს, რომ ნაწილი უნდა იყოს თელის ნაწილი და მთელის ყოფაში, თელის ყოფიერებაში უნდა ღებულობდეს მონაწილეობას. მარადიული ცოცხალის სული, ჰრი კრიშნას ნაწილი, დანიშნულება ის არის, რომ მან აღადგინოს კავშირი კრიშნასთან და მის ყოფიერებაში, მის გართობაში, მის თამაშებში მიიღოს მონაწილეობა, მის განდიდებაში ვაიკუნთხას პლანეტებზე ჯერჯერობით თუ უჭირს იქ მაღალ მატერიებთან შეცდომა, ან მის განდიდებაში მიიღოს მონაწილეობა, მის ერთგულ უანგარო მსახურებაში, მის დიდების სიმღერაში და მოქმედებაში ამ დიდება რომ გამოავლინოს, ანდა დაივიწყოს ეს ყველაფერი და თლიანად ჩაეფლოს სიყვარულში და აი ამ უკიდეგანო სიყვარულით აღძრული უკვე მონაწილეობა მიიღოს კრიშნას ცხოვრებაში. ისე ცხოვრების თანაგდავი გახდეს. აი ეს არის მარადიული დანიშნულება ცოცხალი არსების და ამ მარადიული დანიშნულების გაგება და მისი მიწვდომა იძლება იმით, რომ ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვიოთ კრიშნას სურვილის გაგებას. ნელ-ნელა მივეჩვიოთ რა უნდა მის გაგებას რა უნდა კრიშნას. რა ესიამოვნებოდა კრიშნას ჩვენგან ეხლა რისთვის შეუძლია გამოგვიყენოს მან ჩვენ. ნელ-ნელა თუ ჩვენ მივეჩვიეთ ყველაფერი ამის გაგებას, მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ ჩვენს მარადიულ დანიშნულებას. და მივყვებით ამ მარადიულ დანიშნულებას, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ამ სხეულში ვართ თუ რომ ამ სხეულში ვართ. ზოგადად პატანჯალი ამბობს, აქაც არის ნათქვამი, რომ თუ ადამიანმა ეს ილუზია დაძლია, მაშინ ეს მკვიდრდება თავის მარადიულ ფორმაში, სვარუპაში. ხოლო თუ ვერ დაძლია ეს ილუზია, საკუთარ ცნობიერებაში აღძრული ილუზია თუ ვერ დაძლია, მაშინ იგი თავს ამ ილუზიაში ნაწილად თვლის და ამ ილუზიას აიგივებს საკუთარ თავს. იმისათვის რომ ჩვენ ნელ-ნელა გავიგოთ რა უნდა კრიშნას, როგორია მისი სურვილი და ამ სურვილის ამსრულებელი ინსტრუმენტები გავხდეთ, მისი ერთგული მსახური, მისი წმინდა ერთგული მსახური. სწორედ ამას ნიშნავს, რომ არ აქვს სხვა არაფერი სურვილი და მოტივი გარდა ერთისა, რომ თუ რამე გაგაჩნია, შენი არსობა, შენი სურვილები, შენი მისწრაფებები, თუნდაც შენი სხეული, მატერიალური, ყველაფერი გამოიყენო ისე, როგორც ეს კრიშნას სურს, რადგანაც კრიშნას ეს გაეხარდება. და როცა კრიშნას ეს გაეხარდება, ის ჩვენ გვაღვიძებს მისი სიხარული და სიხარული 10,000 ჯერ გაზრდილი გვიბრუნდება უკან და მე ისევ კრიშნას უბრუნებ და ამ შემდეგ იწყება ემოციების გაცვლა, მუდამ აღმავალი, მუდამ ზარდი ნეტარება. კარგით. როდესაც კრიშნა არჯუნას ეუბნება, რომ შენი მოვალეობა შეასრულეო, ბრძოლეო, ჩვენ წარმოიდგინეთ, არჯუნას თავიდან ვერ ხვდებოდა ერთ მარტივ რამეს, რომ ის როცა ფიქრობდა რა იქნებოდა მისთვის კარგი ან რა იქნებოდა მისთვის ცუდი და კრიშნას თხოვა ამიხსენიო, მოკლედ ამიხსენიო, რო ახლა ვარ ვიკითხო ქვეყნის წიგნებიო და ლექციებს ვარ უსმინოო და შემოთავაზოთ ამის კურსებზე არ ვიაროო და კიდე რაღაცებზეო, მოკლედ ამიხსენიო, რომ ჩემთვის ახლა კარგი და ცუდი რა არის. და ბოლო-ბოლო ნელ-ნელა უცბად და მოკლედ ვერ აუხსნა ეს კრიშნა, იმიტომ რომ არჯუნა აღებულობდა ამ მოკლედ ახსნას, თორემ მოკლედ თავიდანვე უთქვა კრიშნა მიბრძოლეო. ამაზე მოკლედ რა უნდა ეთქვა? ეს იყო კრიშნას სურვილი. ეს ბრძოლა უნდა მომხდარიყო. ეს ღმერთები და დემონებს ერთმანეთი უნდა სხეულები გაენადგურებინა და უნდა წასულიყვნენ ამ პლანეტიდან. ეს იყო კრიშნას ჩანაფიქრი, კრიშნას სურვილი და ვინც იქნებოდა ინსტრუმენტი ამ კრიშნას სურვილის აღსრულებაში, ის გაახარებდა კრიშნას და ეს იქნებოდა მისი სურვილების და ყოფის თანაზიარი. და არჯუნას იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ ჩემი ධარმა რა არისო, ამ დროსო. და კრიშნამ ნელ-ნელა აუხსნა, რომ შენი სხვა ධარმა არის მეომარის ධარმა, მეომარის განწყობა, შენ მეომარი ხარ. შენ მეომარი ხარ და ვერ დაიწყებ მათხოვრობას
ბრაჰმანივით, სანიასივით ვერ იზამ ამას, არ გამოგივა არანაირად. შენი თორდარმა ეს არის მეომრობა. არა საბოლოო ჯამში კრიშნა ეუბნება არჯუნას, რომ შენ იმიტომ კი არ უნდა იომო, რომ შენი დანიშნულება არის ბრძოლა. იმიტომ კი არ უნდა იბრძოლო. შენ იმიტომ უნდა იბრძოლო, რომ მე მინდა ასე. ეს არის სანატანა დჰარმა, ეს არის მარადიული დანიშნულება ცოცხალი არსებით. კრიშნას რომ ეთქვა არჯუნასთვის, იცი რა, მე სხვა ჩანაფიქრი მაქვს და მოდი რა გაანებე რა ბრძოლას თავი და გამოიშვი, ხო წადი დაისვენე ცოტა ხან, თუნდაც სამარცხვინოდ გაიქეცი ბრძოლის ველისაგან. ბრძოლის ველიდან. კრიშნას რო ქონდა ეს ჩანაფიქრი, არჯუნასთვის უმაღლესი სიკეთე ამ ჩანაფიქრის შესრულება იქნებოდა. აი ესეთი არის მარადიული დანიშნულება ცოცხალი არსების, მარადიული დჰარმა, სანატანა დჰარმა, რომ კრიშნას სურვილები შეასრულოს, მას ემსახუროს. ხოლო კრიშნას სურვილების შესრულება ესეთ მარტივი არ არის. მარტივი არ არის. ჩვენ უფალმა ჩაიტანიამ მოგცა სამი საგანძური. პირველი ეს არის ჯიბადოია, ნამდვილი თანაგრძნობა ცოცხალი არსებების მიმართ. იმის გამო თანაგრძნობა კი არა, ეხლა ხელფასი არ მიცეს და ეხლა ჩურჩალას ვერ ყიდულობს და ეხლა უჭირს და ეხლა არა. ნამდვილი თანაგრძნობა, როცა ცოცხალი არსება გებულობს იმას, ვინ ვარ მე, რა არის ჩემს გარშემო არსებული ეს რეალობა და ვინ არის ამ ყველაფრის მიზეზი. ეს არის სამბანთხა გიანა. ეს სამბანთხა გიანა არის ეშმარიტი თანაგრძნობის გამოხატვა ცოცხალი არსების მიმართ. ჯიბადოია. მეორე რაც მან მოგცა, ეს არის ნამარუჩი. ეს არის გემო, წმინდა სახელების გემო, როცა ადამიანი ნელ-ნელა ხვდება იმას, რომ ეს სახელი იმისაგან არ განსხვავდება, ვისაც ეს ქვია ეს სახელი. ისე როგორც აქ ჩვენ მატერიალურ სამყაროში არის ორმაგობა, არა, ეს სახელი არა ამქვეყნიურია და ის მას აღნიშნავს, ვინც არის, თვითონ არის ეს სახელი. ეს გემო ნელ-ნელა თუ გაიგო ადამიანმა, მაშინ უკვე ის სტორგაზე დგას. და მესამე რაც მოხდა უხალმა ჩაიტანიამ, ეს არის ვაიშნავა სევა. ვაიშნავების სახურება, ვაიშნავების ნებასურვილის აღსრულება, ვაიშნავების დარიგების, მითითებების შესრულება. azt ნიშნავს ვაიშნავების მსახურება, რა თქმა უნდა, პირადი მსახურებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ ამ ვაიშნავების დარიგება და მითითება შეასრულო. კონკრეტულად სულიერი მოძღვარის. სწორედ ეს იძლევა საშუალებას ჩვენ კრიშნას სურვილები გავიგოთ. იმიტომ რომ ვაიშნავთა, ამაღლებო ვაიშნავთა გულში კრიშნა არის, სულიერი მოძღვარის გულში კრიშნა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სულიერ მოძღვარს როგორც ღმერთს. და რატომ? წარმოიდგინეთ, რომ სადღაც იქ მაგიდაზე დგას უეცავსე ჭიქა. და თქვენ რო შეგეკითხონ, ეს რა არის? თქვენ პასუხობთ, რომ საწყალი. და თქვენ არ იტყვით ახლა იმას, რომ ეს არის ჭიქა, რომელშიც ასხია წყალი. არა, იტყვით, რომ საწყალი. ანუ იმ ჭურჭელს არც მე აქცევთ ყურადღებას მის შიგთავში რაც არის, ამ თავარი რომ წყალი ასხია მომენტში ამ ჭიქაში. სწორედ ესია სულიერი მოძღვარი. ის იმიტომ არის ღმერთი და ღმერთის ტოლფასი, რომ მაშინ ღმერთი ასხია. ის არის ის ჭურჭელი, რომელშიც ღმერთი იმყოფება. ამიტომაც არ განსხვავდება ის ღმერთისაგან, უნდა განვასხვაოთ ჩვენ ღმერთისაგან. ზოგი მაშინ მარტო ჭურჭელს ხედავს, მაგრამ ის ვინც არის ჭეშმარიტი მოწაფე, ნელ-ნელა იწყებს დანახვას, რომ ეს არ არის უბრალო ადამიანი. და იწყებს მასთან ურთიერთობას, როგორც ღმერთთან, უზენაეს ჭეშმარიტებასთან ურთიერთობას. და ასეთი ურთიერთობის შედეგად მას უყალიბდება ისეთი მიმართება, ისეთი ურთიერთობა სულიერ მოძღვართან, რომ სულიერი მოძღვარის წყალობა მასზე გადმოდის და ესეთი მისტიკური სახით და ეს წყალობა არის კრიშნას ნება, კრიშნას ნების შეცნობა. ანუ ვაიშნავება, ამაღლებულმა ვაიშნავებმა, სულიერმა მოძღვარმა უნდა ჩვენ დაგვიმარტოს ხარ არის კრიშნას ნება. აი კრიშნას სურვილი, ეს არის პირველი და მთავარი გზა კრიშნას სურვილის შესაცნობად. რადგანაც კრიშნა არის წმინდა წერილებში, სასტრა მიონიტვად, წმინდა წერილების საშუალიდან გამოდის კრიშნა, ხოლო სულიერი მოძღვარი არის ის
ბებია ქალი, რომელიც ამშობიარებს წმინდა წერილებს და ცხადია, რომ წმინდა წერილების შესწავლით თუ არ დაკავებული სულიერი მოძღვარის ხელმძღვანელობით, ცხადია, რომ ნელ-ნელა გადმოვა კრიშნა ამ წმინდა წერილებიდან და ჩვენ დავინახავთ მას, მის სურვილებს, მის გართობას და ყველაფერს იმას, რაც საშუალებას მოგცემს მისი ცხოვრების თანაზიარი გაკვეთით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რა ქვია, შევერწყათ მას და გავიხსნათ მასში და კრიშნა გაკვთეთ და ღმერთი გაკვთეთ. არა. როდესაც გოგონა თხოვდება თავისი ოჯახიდან მიდის თავისი ქმარის ოჯახში და ამ დროს ის არც ქმარი ხდება, არც იმ ქმრის ოჯახი ხდება, არც მამამთილი ხდება, არც დედამთილი ხდება. ის არის ოჯახში მისული ატარძალი, ახალგაზრდა იმ ოჯახის შვილის ცოლი და ის ხდება იმ ოჯახის ცხოვრების თანაზიარი, მისი ნაწილი. სწორედ ესე ჩვენ უნდა გავხდეთ კრიშნას ცხოვრების თანაზიარი. და კრიშნა აღარ ასხოვებს უკვე თავის ოჯახში მოსულ პიროვნებას, საკუთარი თავისგან აღარ ასხოვებს, ისევე როგორც ახალ პატარძალს არ ასხოვებს მამამთილი თავის ოჯახიდან, მისი ოჯახის წევრია და მისი შვილია და მისი სისხლი და ხორცი. აი ესეთნაირად, როცა კრიშნა ამბობს, რომ ასეთ ბრძენკას ჩემისგან მე აღარ ვასხოვებო, ზოგი ამას ძალიან შესტომით ღებულობს და ფიქრობს, რომ ის უკვე კრიშნა ღმერთი გახდა. არ ხდება არასდროს ნაწილი არასდროს არ ხდება მთელი. შესაბამისად, თუ ჩვენ სულიერი მოძღვარის მითითებებს შევასრულებთ, თუ ჩვენ მისი ხელმძღვანელობით წმინდა წერილებს შევისწავლით, მაშინ ჩვენ ნელ-ნელა გაგვიხსნება ჩვენი მარადიული დანიშნულება. ეს მარადიული დანიშნულება ერთადერთი ის მეთოდი, რომელიც ჩვენ გაგვათავისუფლებს დაბადება სიკვდილის წრიდან. როდესაც აქამდე მიდის ადამიანი, მას უკვე ის კი არ აღელვებს დაბადება სიკვდილის წრიდან გათავისუფლება თუ არა. მას აღელვებს მხოლოდ კრიშნას სურვილები. და ის ეუბნება კრიშნას, კრიშნა, თუ შენ მე მოგაწყობს ახლა ჩემი პიროვნება რამენაირად აქ ამ სხეულში და ამ სამყაროში, მე მზადავარ, რომ არასოდეს არ წავიდი, აქ ვიქნები, აქ დავიბადები, აქ მოვკვდები, აქ დავიბადები, აქ მოვკვდები. თუ შენ ეს შენ გეგმებში შედის და შენს ყოფას ეს შესრულებს რაღაცით შესაბამება. და ეს ხდება კრიშნას ცხოვრების თანაზიარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მატერიალურ სხეულში ცხოვრობს. და სულაც აღარ აქვს მის მნიშვნელობა, მატერია და სული ეს გაყოფა მისთვის თავდება. ანუ დაბადება სიკვდილის წრიდან ჩვენ იმიტომ კი არ თავისუფლდებით, რომ გვინდა აქედან განთავისუფლება. სანამ ჩვენ აქედან განთავისუფლება გვინდა, ჩვენ მოგივანთ ვცვალობთ. მაგრამ როცა ჩვენ ამას დავივიწყებთ და ჩვენ კრიშნას მსახური გავხდებით, ეს მე ავტომატურად მოხდება. ეს თავისით მოხდება. სანამ ჩვენ მიზნად ვისახავთ გათავისუფლებას მოგშას, მანამდე ჩვენი ბედი ძაფსეკიდია ისევ. რადგან ჩვენ არ გვისმის ეს განთავისუფლება საბოლოო მიზანი კი არ არის, უბრალოდ ინსტრუმენტია. მაგრამ როცა ჩვენ დავივიწყებთ განთავისუფლებაზე ფიქრს, როგორც თავის დაღწევას, როგორ გითხრათ, აი როცა ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას თავის დაღწევას ვანიჭებთ, მაშინ გავიჭირდება თავის დაღწევა. თავის დაღწევა ავტომატურად მოხდება, თუ ჩვენ კრიშნას ცხოვრების თანაზიარი გავხდებით, არ აქვს მნიშვნელობა ამ სხეულში თუ სხვა რომელიმე სხეულში. ეს არის მეთოდი იმისა, რომ ადამიანმა ჩამოშორდეს ამ მატერიალურ აზროვნებას და მატერიალურ ილუზიას. მატერიის ზეგავლენას. პირიქით იზღებულობს თვითონ ზეგავლენას მატერიალზე და მატერიალს იყენებს ისე, როგორც ეს უნდა კრიშნას. ჰარი კრიშნა, ეს იყო სულისი მოყოლაც მინდოდა. უგავთ რაიმე შეკითხვები, დამატებები? ბრძანეთ. დიახ, დაია. ეხლა უცებ ვიფიქრე, რომ ინტერნეტი ხوار გაიჭედა მეთქი, რომ კაცვილი არ იმძერებოდა ხმას არ იღებდა. დიახ, გისმენთ დაია. აი კრიშნა ხო ამბობს, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულებით შეიძლება ეს მიღწევა და
არის რამე შანსი სხვის მოვალეობის შესრულებით რომ გაიწმინდოს ადამიანის. არა. ანუ სავით ანუ საკუთარი მოვალეობის შესრულებით რომ გაიწმინდოს თუ არა სხვა გასაგები. კრიშნა ამბობს რომ წარსულშიო მრავალმა დიადმა პიროვნებამ მე მომახცია მხოლოდ იმით რომ საკუთარი მოვალეობების შეასრულეს უნაკლოდ. და აქ პირველ რიგში მხედველობაში არის ციტას მამა იმპერატორი რა ერქვა გამახსენეთ რა მივარდა თავიდან. ჯანაკა. იმპერატორი ჯანაკა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ იყო ქშატრია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მართავდა და თითქოს დრო არ ჰქონდა დანარჩენისათვის, იყო რეალიზებული პიროვნება და საკუთარი მოვალეობების უნაკლოდ შესრულება მისცა ეს რეალიზაცია. თუმცა კრიშნა ამბობს, რომ კარკუში უამრავი ამაღლებული პიროვნება, იმათ უკვე ჰქონდათ გარკვეული წინაპირობა იმისა, რომ ესე ყოფილიყო. და პირდაპირ გეტყვით, ის მრავალი ამაღლებული პიროვნება სვათარმას მისდევდა იმიტომ, რომ ეს სვათარმა იყო სანატანათარმა. მათ შემთხვევაში სანატანათარმა და სვათარმა ერთმანეთს ემთხვეოდა. ჯანაკას დანიშნულება იმისა, რომ მას ბრწყინვალედ შეესრულებინა მეფისა და მმართველის მოვალეობები, სწორედ ემთხვეოდა მის მარადიულ გზას და მოვალეობას, რომ ეს ემოვნებინა უფალი რამაჩანდრასათვის და შეერქმნა სწორედ ის სცენა მოქმედებისა, რაც ჭირდებოდა უფალ რამაჩანდრას. აი ეს არ არის მარტივი საკითხი და ჩვენ ამ სიმაღლეებს თუ დავიწყებთ ფიქრს და შევწყვეტთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ შემთხვევაში სვათარმას ადამიანი ღებულობს თავის მარადიულ დანიშნულებას და ამას გადააქცეს თავის სვათარმას, თავის დღევანდელ დანიშნულებად. ასე რომ სვათარმასა და სანატანათარმას შორის ის განსხვავება არის, რომ ჩვეულებრივი სვათარმა შენ გაძლევს გზას იმის მიხედვით, თუ როგორ ხარ განპირობებული სამი გუნის მიერ. ხოლო დანარჩენი როცა შენ უკვე სამი გუნის გავლენა დაძლეული გაქვს, შენი სვათარმა უკვე სანატანათარმა ხდება, შენი მარადიულ მოვალეობებს ასრულებს. რაც აუცილებლად არის დაკავშირებული ღმერთთან. ეხლა შეიძლება თვითონ შეკითხვის აზრს. როცა დიახ. აი რამდენად აი სამი გუნის გავლენის ქვეშ რომ ვართ, რამდენად შეგვიძლია ჩვენ გავიგოთ ჩვენი კი ბატონო. ესე იგი პირველი რაც თქვენ იკითხეთ შეიძლება თუ არა რაღაცა სხვა გზებით, სხვისი მოვალეობების, სხვისი დანიშნულების შესრულებით როსლობას მივახციოთ, ამას კრიშნა გადაჭრით ამბობს, რომ ეს არ ხდება და ეს სახიფა პირიქით სახიფათოა. ამას უფრო მეტი ხლართები მოაქვს კარმის. უყურეთ ყველაზე ნათელი მაგალითი დღევანდელ გაუბედურებულ და გარყვნილ ცხოვრებაში არის, როდესაც ეს ძალიან მზაფრად უჩნდებათ ადამიანებს გართობის და გზნობების დაკმაყოფილების სურვილი. თქვენ წარმოიდგინეთ დღეს არა ნომერი პირველი ღერძი არის ადამიანებს არის კარგად გავერთეთ, კარგი დრო გავატარეთ, კარგად გავერთეთ და მათ არ ისმით რომ ეს კარგად გართობა არ არის მათ დანიშნულება და არც გართობა ეს სიამოვნებაში. აქედან გამომდინარე უკვე პიკს მიაღწია ჩვენს ეპოქაში ამ კარგად გართობის და სიამოვნების იდეამ და ის მაშინ როდესაც ადამიანი იბადება ცოტა მძიმე წარსულის საქმიანობის შედეგად და უშუალოდ მამაკაცს აქვს ქალური მიდრეკილებები. აი მამაკაცს აქვს ქალური მიდრეკილები. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენს ეპოქაში სხვის გზაზე დადგომის სურვილისა. სხვისი დანიშნულების შესრულების. ან როცა ქალს აქვს მამაკაცური მიდრეკილებები და უნდა რომ ქალების საშუალებით დაიწყებოს თავისი სექსუალური გრძნობები, ან როცა ქალს მამაკაცს უნდა რომ
მამაკაცებთან ურთიერთობით დაიწყოს თავისი აქვს ესეთი მიდრეკილება. ეს მიდრეკილება წარსულში ჩადენის საქმიანობის შედეგად არის გამოწვეული, მე აისახება უხეშ სხეულში სხვა დონეზე, მაგრამ თავარი რა არის? თავარი ის არის, რომ დღევანდელი ტექნოლოგიები უკვე იწყებენ მედიცინას თავაზობს. თქვენ თუ ხართ კაცი და გინდათ გახდეთ ქალი, აქ ავართ ჩვენ ბატონო, აქ ავართ. ჩვენ გაიკეთებთ ოპერაციას, ისეთ პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებთ, რომ შენ იქნები სანიმუშო ქალი, სანიმუშო. თუ რამე ზედმეტია მოგაჭრით, თუ რამე არ ყოფნით მოგაგერებთ და ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა. და იწყებს ადამიანის ხვის გზაზე სიარული. და ამის მერე უბედურების მეც არაფერს არ ხებულობს. მან შეიძლება გარკვეული პერიოდი მიიღოს რაღაც სიამოვნება, სიკეთე იმ სანატრელი სხეულიდან, რომელიც მასა კაცი რო იყო და ქალის სხეული უნდა და მინატრა და მიიღოს სხეული და საბოლოო ჯამში იძლევა ძალიან მაღალ პროცენტიან სესხს და თუ ისე არ მოხდა რომ ამავე ცხოვრებაში არ გაანადგურეს და საშინელი ტკივილი არ მიაყენეს, მერე შემდეგ ცხოვრებაში კიდევ უარესი იქნება. იგივე როცა ქალს აქვს მიდრეკილება ამ კაცი იყო. ისევე როგორც შუდრას აქვს მიდრეკილება მართო ქვეყანა. შუდრა მარჩილეობა, ეხლა მართალია ყველანი შუდრები ვართ ეძახიან, მაგრამ არის გარკვეული გამონათებები, რომ არის შუდრა ბრაჰმანები, შუდრა ქშატრიები, შუდრა ვაიშები, შუდრები, მაგრამ ეს შუდრას და შუდრა ვაიშს და შუდრა ქშატრიას, შუდრა ბრაჰმანსაც ხოთა შუდრა ვაიშს განსაკუთრებით. დღეს ძალიან მოზღოლებულია, როცა შუდრა ვაიშები იწყებენ ქვეყნის მართვას და ყველა ქვეყანას დღეს შუდრა ვაიშები მართავენ. ყველგან ბიზნესმენები, ოლიგარქები, კომერსანტები, ფული, გაყიდვა, ქვეყნების ყიდვა გაყიდვა, ადამიანების ბედის ყიდვა გაყიდვა და საკუთარი ბედის ყიდვა და ასე შემდეგ. და ესენი მართავენ ქვეყნებს ყველგან. და ეს შესაბამის შედეგიც ადგილზეა, რომ იმდენად სახიფათოა ხვის გზაზე სიარული, რომ ვაიშს არ შეუძლია ქშატრეს მოვლება შეესრულოს. ეს არ არის დანიშნული. როდესაც ღვთის გმობა მიმდინარეობს საზოგადოებაში, შეურაცხყოფა მიდის ერთგულების ან ღმერთის, ადამიანს წმინდა წერილები უხატავს სამ გამოსავალს. პირველი გამოსავალი არის ესეთი, რომ ესეთი ღვთის გმობელი გააჩერო და არწმუნო იმაში, რომ ცუდს აკეთებს და კარგი გზისკენ შემოატრიალო. ეს ბრაჰმანების გზა. ბრაჰმანს, ჭეშმარიტ ბრაჰმანს შეუძლია ამდენი შეძლოს, რომ ეს ავის მქმნელი და ბოროტმოქმედი, რომ დაარწმუნოს, შეუცვალოს ბუნება და რაღაც ესე გზას დააყენოს. მეორე ვარიანტი არის, რომ ენა იქვე ენა ამოგლიჯოს. ეს არის ქშატრია. ქშატრია შეუძლია, რომ იქვე ენა ამოგლიჯოს ადამიანს და იმდენია ქშატრიას მრისხანება იმდანაც უსაზღვროა, რომ თვითონ იმ ადამიანს შეიძლება თვითონ ამოიგლიჯოს ენა. ხოლო როდესაც ერთი მესამე ვარიანტს უსახავს წმინდა წერილები, რომ ყურებშიც გაიკეთოს, რომ ეთრამე არ გაიგონოს საერთოდ და სასწრაფოდ იმ ადგილს მოშორდეს. როცა ადამიანს არ აქვს ბრაჰმანის კვალიფიკაცია, ქშატრიას კვალიფიკაცია, მან არ უნდა მოინდომოს, რომ იქ ვინმე ზენა ამოგლიჯოს. დაიჭერენ უცებად ბოროტმოქმედება იქნება, ან იმის დარწმუნება, რომ ესე იგი არა, ესე უნდა ილაპარაკო, მას ადარებენ, გველს რო რძეს მიუტან და უფრო ხამს გაუმრავლებ და გაუმრავლებ. თუ ამის კვალიფიკაცია არ აქვს, ეს არ უნდა გააკეთო. ეს ძალიან სახიფათოა ხვის გზაზე სიარული. სახიფათოა შენთვის, სახიფათოა საზოგადოებისათვის, ყველებისათვის. უბედურება მოაქვს მხოლოდ. სხვა ხარმას გაუგებრობას. სხვა ხარმა უნდა იწოდეს, უნდა გრძნობდეს. იმდენად განათლებული მაინც უნდა იყოს, რომ საკუთარ თავში აღძრული იმპულსებს გრძნობდეს, რომ რა არის მისი სურვილების ვექტორი, საით მიყავს. ძალიან კარგი ტრადიცია იყო, როდესაც ახალგამოდებულ ბავშვს წინ დაუდებდნენ წმინდა წერილებს, იარაღს, ფულს და მერე სხვა რამეს დაუდებდნენ, ლაფატკას დაუდებდნენ თუ არა არ ვიცი, აბსმენი ეგეთი რამე, მაგრამ და ბავშვი საიდანაც გაიწევდა, მერე ამბობდნენ, აი ეს ესეთი ბუნების არის და ხშირად ესე ხდებოდა. უფრო ადრე მით უფრო ნამდვილად ხდებოდა ეს. ეხლა მეორე საკითხი, რაც თქვენ ბრძანეთ და ია, რომ თუ არის მეთოდი ისეთი, რომ ადამიანმა თავის მარადიული დანიშნულება გაიგოს ბოლოს და ბოლოს რა თქო ეს იყო არა მეორე შეკითხვა.
Дая. Как понять нас? მიკროფონი ძლივს გამოვლაჩინე. ხო. ანუ სამი გუნის გავლენის ქვეშ ო, რამდენად შეგვიძლია რომ ეს სამი გუნის გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს აქვს თავისი საკუთარი ბუნება, ანუ სხვა თარმა და ამ ბუნების ნორმალურად მიყოლა იძლევა სწორედ იმის შანსს, რომ ის წმინდა წერილების შესწავლას მოკიდებს ხელს და ვაიშნავების მსახურებას მოკიდებს ხელს. ანუ სამი გუნის ზეგავლენის ქვეშ როცა არის ადამიანი და არის ის ანუ ბრაჰმანის ბუნებით ხასიათდება მეტნაკლებად ეს კრიშნა შექმნილია ეს განაყოფები და ტემპერამენტები ანუ იმ ბუნების ხას ბრაჰმანის ქშატრიას ბუნებით ხასიათდება ვაიშის ბუნებით ხასიათდება შუდრას ბუნებით შუდრას შეუძლია საუკეთესოდ შესრულოს ძალიან ბევრი საქმე მისი ხელიდან გამოვა რაღაც ნაკეთობა ან რაღაც ისეთი მას ვერავინ გააკეთებს ოქროს როგორც წესი შუდრას წესია ოქროს ხელებია და მას შეუძლია ამ თავისი ხელობით ემსახუროს კრიშნას ტაძარს ემსახუროს რაღაც გააკეთოს კრიშნასათვის იმიტომ რომ თუ ის პატიოსნად მიყვება თავის ხელობას და არ არის ისეთი უბნური თაგულა რომელმაც ჩიტობა მოინდომა საშიფრენა მაშინ ღმერთი აძლევს იმ გზას ხო ეს მიიყვანს იქამდე რომ ის მისი თავისი სხვა თარმა მე ნელ-ნელა სანატანა თარმის გაგებით დააკავოს აი ეს არის თუ გზა სხვა გზა არ არის ეს არის ბუთხი იოგა რომ შენი გონება უნდა ავარჯიშო იმდენად რომ რა შენი დანიშნულება ის აკეთო და წმინდა წერილები იკითხო თან შეისწავლო წმინდა წერილები და მიიღო სულიერი მოდავარი აი ეს არის რეცეპტი სხვა რეცეპტი მე არ გამიგონია და აი ამიცია სამი გუნით გამოძერწილ ჭკუას გონებას და სხეულს მხოლოდ იმით შეუძლია განვითარება რომ რაც გამოძერწეს ის გააკეთოს გამოძერწა ტანკი ისროლოს გამოძერწა მომღერალი იმღეროს გამოძერწა ფერმერი გამუშაოს მიწა გაუმართლებს ყოველთვის გაუმართლებს ყოველთვის წარმატება ექნება გზაზე ჰარე კრიშნა მადლობა ჰარე კრიშნა ასე რომ სხვა თარმა და სანატანა თარმა ერთმანეთს კი არ ეწინააღმდეგებიან ეს ერთმანეთს ალტერნატივა კი არ არის არამედ პირიქით ერთმანეთს ავსებენ სხვა თარმის გაგებით იწყება სანატანი თარმის მოძებნა Харе Кришна, Деваратра. Харе Кришна. Спасибо за лекцию. Пожалуйста. Наверное, нам нужно будет хорошо понимать не по роду деятельности, да, наверное, сознание какое брахмана, кшатрия, вайши, шудры. Может быть, сейчас в наше время, Кали-югу, люди, допустим, врачи, педагоги, у которых это такая природа действительно брахманская, но они вынуждены или торговать, или еще чем-то таким заниматься, которое, в принципе, по роду деятельности им не нужно. Но иногда бывает, что люди по роду деятельности могут о человеке судить, он может там что-то делать и строить, и все, но быть у него другая вот внутренняя природа или сознание. Поэтому в наше время сейчас сложно судить о людях, да, и делить их, когда все это перемешалось от сознания и твоя род деятельности. Да, сложно, но Кришна нас предупреждает, и эти слова и по сегодняшний день остаются в силе и будут оставаться в силе. Кришна нас предупреждает, не забывай свою природу. Не забывай свою природу. Лучше выполнять свои обязанности, даже плохо, даже с недостатками, даже с большими трудностями. И это лучше, нежели выполнять чужие обязанности, хотя бы в совершенстве. Ибо идти по чужой пути это опасно. Вы правы, у людей есть некоторые склонности, скажем, брахманические склонности, но они не могут найти применение этим брахманическим склонностям.
и они вынуждены заниматься другими делами, чтобы найти хлеб насущный. А потом находят и хлеб, и масло, и все что угодно. Ну, допустим, занимаются бизнесом. Эти люди браманическими качествами занимаются бизнесом, занимаются, значит, зарабатывают деньги и всякие подобные вещи. Опасно. Хотя это происходит сплошь и рядом, но мы должны знать, что это опасно, потому что убиение своей собственной природы ничего хорошего не даст. Если у человека есть браманическое качество, он должен понимать, что бедность и отсутствие таких излишеств это не является недостатком. И он должен следовать упорно по этой пути. Упорно. Не фанатично, а упорно. Это разные вещи. Не надо делать так, что такие люди выдавать замуж своих дочерей за промышленников, олигархов. Кроме несчастья ничего не будет. Или в этой, или в следующей жизни. Это просто непоколебимая истина. Мы должны это поверить. Нам очень сложно. Нам вот, смотря на природу окружающей среды, мы знаем, что надо крутиться и вертеться, чтобы выжить. Надо крутиться и вертеться, чтобы выжить. И для нас стало естественным компонентом крутиться, вертеться. Это значит отказаться от собственной природы, заниматься как-то чужими делами. И если ты там что-то получил, так получил. А потом через 3-4 жизни будет ясно, что то, что ты получил, за него надо расплатиться уже втридорого. Может, это сразу не будет ясно, но... Касаемо Бера, это что я имею в виду. А можете раскрыть, допустим, Такава, там такава. написано, что идеальным образом, если исполнять Можно. чужие обязанности, и к чему это может привести, и почему это происходит неудовлетворенность этой личности, которая потом во что-то выливается, или как? ალბათ ერთ რაღაცას ვიტყვი რა, შეიძლება აკეთებს სხვის იმას, დაკავებული ხარ, იმიტომ რომ ეხლა ისეთი ცხოვრებაა, რომ ბევრს უწევს თავისი ბუნების მიუხედავად შრომა. და ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი ის არის, რომ შენი ბუნებით არ ახარო უკმაყოფილოა ის ადამიანი. რამდენიც გინდა ფულის აკეთებდეს, თავისი ბუნებით თუ არ არის, ის ბედნიერი ვერ იქნება და უკმაყოფილო იქნება. Вот так как раз шакитха амазам кундару. Это значит приводит к неудовлетворенности, которая потом, видимо, во что-то и выливается. Да, понятно. Не думайте, пожалуйста, что вы вышли из дома, как-то нарушили свою природу, начали другими делами заниматься, и вечером у вас будет неудовлетворенность. Это так не происходит. Это не происходит так плоско и так просто. Кармические связи, они очень сложные. Их невозможно проследить. Человеку это невозможно проследить. Ямараджа, он следит за этим, и то, в общем, это его основное занятие. Человеку это не проследить. То есть ты можешь забыть о своих обязанностях. Допустим, был человек, у которого выдающиеся обязанности там ученого, и у него есть даже направление свое ученое направление, это сопротивление материалов. Он написал несколько статей по сопротивлению материалов, и он защитил диссертацию кандидатскую, потом защитил докторскую диссертацию, потом ничего не дали за эту диссертацию, и короче, он никак не может оправдать свою нищету тем, что он ученый, и он открывает ШПСО, потому что он достаточно умный, он открывает там бизнес, начинает бизнес, потом начинает там общаться с другими подобными учеными, которые открыли бизнес, и начинают, значит, накапливать деньги, зарабатывать деньги, даже в большом количестве. И не думайте, что это неудовлетворенность у него будет сразу или даже в этой жизни. Эта неудовлетворенность может прийти даже в момент смерти. А до того у него может ослепнуть глаза, и он может испытать кучу удовольствий и даже не подумать о том, что какая-то неудовлетворенность у него есть. Это особо везучие сразу получают результаты кармы. Это особо везучие люди, которые
воткнули руку в вагон и сразу обожглось. А подавляющее большинство людей это чувствует там через 3 жизни. Так что, так что не думайте, что это прямо вы можете судить, что вы не удовлетворены, значит, вы не тем занимаетесь. Неудовлетворенность чаще всего бывает это не тем, чем вы занимаетесь, а что вы совершили в прошлой жизни, и вот сейчас может прийти эта неудовлетворенность, эти эмоции. Так что является причиной и что является следствием, очень сложно судить. Просто надо, надо хорошо понимать свои мотивы, свои импульсы, но прямо скажу, что если человек не соприкасается с сознанием Кришны, если человек не соприкасается со священным писанием, если человек не принимает духовного учителя, он на ошибку обречен. Он обречен на ошибку. Просто не сможет он это все урегулировать. Те вещи, о которых мы сейчас говорим, вы сами понимаете, что это является результатом многолетной, если не трудом, то хотя бы слушанием, многолетным слушанием. Это многолетное слушание, это самая важная форма служения, позволяет нам сейчас обсуждать эти вещи. А, пожалуйста, вот пойдите на улице, остановите людей, и со скольким вы можете побеседовать на эту тему, что они должны сменить свою природу. Смеяться будут. Как в одном фильме, над вами потешаться будут. Поэтому принять духовного учителя и понять его наставление – это лекарство. Это лекарство. Сами очень сложно выбрать. Самому это выбраться отсюда очень сложно. И увидеть, что причина, что следствие. Перед моими глазами всегда становятся трагичные примеры, как-то, когда говорят свои обязанности, не свои обязанности, на свои пути, не на свои пути. Вот трагичные примеры тех людей, которые заработали жуткое несчастье тем, что поменяли пол. Как это мальчик удивительной красоты переделался в девушку, стала там Кесария, его убили. Но до того, как убили, значит, это всегда было центром конфликтов, издевательств, ссор, даже в среде себе подобных. Так что это очень плохо. Не всегда бывает так четко и ясно, что если становиться на чужой путь, не сразу это человек понимает. Иногда это понимает очень поздно, иногда вообще не понимает. Поэтому надо иметь учителя, чтобы он тебе объяснил, что такое твой путь. Таварат Прабху. Да. А если говорить вот о том, о чем вы сейчас говорили, есть же личности, которые из прошлой жизни, они, вот как вы говорили, с такой кармой пришли, вот с такими наклонностями. Человек в мужском теле, но вот такие наклонности, да? Да. Это же уже его карма, а не то, что вот он сейчас захотел там чей-то путь Да. выбрать или что. Да. И, наверное, к ним просто нужно с состраданием отнестись, с пониманием и Истинное сострадание, истинное вот понимание. состраданием я имею в виду, что вот дать вот это знание, естественно, вот это единственное, что может помочь. Но и внешне, и так тоже вот просто создать такие условия, чтобы они не чувствовали себя изгоями или что-то, да, ну вот есть, и вслух, допустим, не выражать своего отношения, а отнестись к тому, что это тело, таки обыкновенное тело, и человек больной, который пришел вот с такой кармой пришел, и просто именно своим отношением к нему правильным и нормальным, как и ко всем. У нас могут быть люди и в мужском теле, имеют мужские наклонности, но быть более, я не знаю, каким, к которому можно было бы не так отнестись. И вот здесь, наверное, постараться как бы вот не отталкивать этих людей, а наоборот как бы помочь, чтобы они поняли, что на этом пути они могут найти защиту в себе. Да, Ратабхава, разумеется, общая формула, надо быть сострадательным. Это, естественно, правильно. Но насколько правильно то, что как мы осуществляем эту формулу. В современном мире сострадание к этим людям
стало извращение, понимание, извращенное понимание всего этого, и что эти люди могут чужим даже призывать быть такими же, как они. То есть сострадание не значит удовлетворять похоти и идти на поводу. Это не есть сострадание. Истинное сострадание, то есть помогать им таким образом, чтобы пониманием относиться, чтобы это не замечать вообще, что это такое, и вообще такие... Да, не надо это замечать, не надо это... Да, замечать надо, но соответствующим образом надо относиться, для этого нужна квалификация. То есть, еще раз, нельзя считать состраданием внешнее проявление того, что человека еще больше толкает в это направление. Сострадание – это то, что человеку объяснить, что этот свой груз, он должен нести до самой смерти, до самого конца, ибо расплатиться за прошлые действия просто необходимо. Понимаете, вот разница в чем заключается? Вот разница сегодняшнего подхода э, Я понимаю, о чем вы говорите. Не да, способствовать, не поддерживать, не да, там да, да, джай-джай. совершенно Я верно. это понимаю, я это и не имею в виду. Об Да, этом и смешно говорить. да, Я просто о нас говорю, вот нашем этом, потому что вот это. А это понятно. да, конечно. Вот. Когда мы говорим, что есть единственный выход, что изучать Священное Писание, следовать указаниям духовного учителя, и духовный учитель вам скажет, какова ваша свадхарма, вы не ожидайте, что он вам это скажет словесно или письменно. Это милость не приходит, ну, некоторым приходит в такой форме, некоторым и большинство это приходит в другой форме. Это милость духовного учителя. Служение духовному учителю, выполнение его желаний, она изнутри раскрывает в вас эти понимания. То есть не обязательно, чтобы он именно написал там 3-4 страницы и растолковывал, что есть ваши обязанности. Нет. И бхаджана-крия тоже люди ждут, что я должен заниматься бхаджана-крией, и ждут указания от духовного учителя, что это такое мой бхаджан, в чем мой бхаджан. Ваш бхаджан – это выполнение указаний духовного учителя, а дальше уже конкретный вид вашей деятельности, она раскроется внутри вас. Уже это и есть милость. Харе Кришна. Харе Кришна, да, Харе Кришна. У Гочи, кажется, вопрос там. Гоча? Я не совсем понимаю этот вопрос, или непонимание, скорее всего, мое, что вроде с одной стороны я Бхагавад-гите вижу, что Кришна говорит, что качество человека определяется его, ну, вот этого самого варна его, да, или ашрама, определяется его качеством. С другой стороны, я замечаю, что принимают за, пример, за брамана, за вот чатри, за вещи, то, что человек проявляет какое-то желание, что, к примеру, хочет кого-то учить, значит, он брахман, да, и там начинает человек там наизусть что-то там запоминать какие-то из книг, вот что механическое все это, и начинает других учить. И вроде смотрю, что это приводит к катастрофе, да. Например, я видел, что как начинает человек там вот из склона, что он был учителем, наизусть выучил там какие-то книги о сельхозхозяйстве, там, по культуре, начинает сейчас Грузия обучает, и смотрю, что какой гектарам уничтожение земли, там, извести посажение деревьев. Да? Такая группа происходит. Да? Вроде это понимает обычно даже любой так называемый шутер, кто там тряпкой там на поле работает, что извести не надо дерево садить. Вот он утверждает, что можно садить, это хорошо. Потому что он в книгах это вычитал все. Вот это я не понимаю, как это определяется. А разве является желание, какое-то желание проявить, вот такое, вот такое, что быть хочу учителем, это является ли качеством брамана? Или брамана должен быть стремление познать истину, да? Истину вещей, истину жизни, да? А когда он познает это, когда другие видят, что он реализует себя, хорошо, да, он познает истину, тогда ему приходят и просят, чтобы научите меня тоже, да.
или там старший там ему говорят, что ты должен принять роль учителя. Или это является качеством брамана? Понятно. Адхикари, квалификация человека, в зависимости от того, какими гунами он обусловлен и что в нем преобладает, сам свою квалификацию никто не может измерить и определить. Это должен измерить и определить человек более высокой квалификации, который уже это чувствует, он знает уже внутренне, понимает уже качества, какие есть отличительные качества и так далее, и так далее. Но для чего? Ради чего? Ради чего? Раньше, ну, прошлой эпохи, даже не прошлой эпохи, несколько тысяч лет тому назад, когда человек рождался, значит, астрологом, шли астрологи, приводили астролога, он составлял Чан Мараши, карту рождения, и он определял, значит, что у него, какой у него путь, и чем лучше заниматься, и всякие такие вещи. И духовный учитель, которому отдавали там гуруку, он уже это имел соответствующую квалификацию, чтобы увидеть квалификацию своего ученика, его наклонности, его будущее, и дать правильные рекомендации. Все это было. Все это было. Но время разрушает все. Даже учение Кришны разрушает время. Кришна говорит это сам Арджуне, что это передавал, это знание я передавал великим царям, и в соответствии с этим знанием они управляли государством, им передавалось это знание по ученической цепи, но под действием времени эта цепь прорвана, и поэтому я заново себе даю это знание. Следовательно, сейчас в нашу эпоху никто не видит уже выхода. Есть единственный выход, который увидел Прабхупада. Выполняя указания своего духовного учителя, стойко выполняя, именно это было целью его жизни, чтобы это знание распространялось на Западе, кроме так прямого и механического выполнения указаний своего духовного учителя, он и придал особый смысл, особую суть этому знанию, и оно стало пригодным для таких млечхов, как мы. Млечхи – это которые мямлят и которые не могут нормально выразить свои мысли. Они одно говорят, другое делают, третье думают. Это млечхи. А арийцы, люди арийской цивилизации, они произносят вибрации таким образом, что они могут из дерева просто проявить огонь без спичек и так далее, и так далее. Ну, хорошо, это поставим это. Но для нас в приемлемой форме. И Прабхупада нам сказал, читайте мои книги. Читайте, утром читайте Шримад Бхагаватам, вечером читайте Бхагавад-гиту, или читайте еще полдень вдобавок, или читайте мои книги, распространяйте это знание. Постепенно у вас квалификация прибавится. И вы будете уже замечать, какие люди, какую имеют квалификацию, чем они могут заниматься. И если это ваша обязанность и квалификация, управлять этими людьми, вы можете им дать правильное направление, что ты знаешь, оставь, не надо там сажать деревья, ты лучше, пожалуйста, что там перенеси там из точки А в точку Б. И вот управляющий, командир, лидер, он должен более-менее понимать, то есть у него должна быть квалификация в результате изучения священных писаний, служения Прабхупады и своему духовному учителю Вайшнавам. У него изнутри должна открыться достаточно квалификация для того, чтобы определить возможности своего подопечного. А других обязанностей сейчас нет. Если это не твой подопечный, даже не стоит думать об этом, что он умеет правильно делать или не умеет правильно делать, потому что это превратится в критику, который повредит и ему, и вас, и других всех остальных вокруг. Конфликт получится. Поэтому надо выполнять свои обязанности в соответствии со своей адхикари, со своей квалификацией.
И вначале есть множество ошибок, уйма ошибок, уйма ошибок. Одни только ошибки есть, но постепенно, следуя за наставлениями Прабхупады, изучая его книги и общаясь с вайшнавами, тихо-тихо наше сознание очищается. Тихо-тихо наше сознание очищается, и изнутри у нас появляется правильное видение постепенно. Без всяких формул, без всяких таких шпаргалок. То открыл книгу, на 309 странице написано вот это, как должен себя вести. Так, без этого, без этого. Совершенно уже изнутри это открыто. И ты понимаешь, чем он должен заниматься. И если ты отвечаешь за него, если ты направляешь его по пути, а по пути духовного развития, по пути жизни, это одно и то же, это отдельно нельзя рассматривать. Человек, если тебя спросит совет, как мне поступить в жизни вот в такой ситуации, ты должен это знать, если ты отвечаешь за него. И ты не должен говорить, что ты знаешь, что я знаю, как ты должен там Бхагавад-гиту изучить, а ты же должен жениться или не должен жениться, я не знаю. Неверно, это у человека должна быть соответствующая квалификация, когда он заботится о своем подопечном. Так вот, так вот, тебе, вас, извините, Гоча, вас не должно особенно волновать, что есть люди, которые ничего не знают и только теми занимаются, что других наставляют. Вот я, например, один из этих примеров. Ничего не знаю, и все равно мозги сверлю. Но если молодые люди, от меня это еще терпимо, потому что у меня вид умного человека, потому что у меня седые волосы. Хорошо, еще могут потерпеть, что это умный, можно послушать. Но когда молодые люди, совсем молодые, начинают только теми заниматься, что учат других, естественно, они заблуждений. И им указывать сейчас особого нет смысла. Постепенно надо их окружать общением, надо заниматься их преданным служением, и надо постоянно толкать на то, что они изучали Священное Писание, чтобы они изучали книги Прабхупады, потому что изучение книги Прабхупады не имеет теоретическую только нагрузку, она имеет совершенно практическое значение. Он меняет квалификацию людей, он меняет адхикари. Это меняет людей. Они становятся на другой пути. Если вы мне не верите, так вспомните ваш собственный пример, потому что я уверен, что по большинству случаев эти книги вас и заставили стать не на другую, а на свою путь. Там, если сейчас из сентиментов вернуться к реальной жизни, плачевное состояние современного общества, плачевное состояние, единственное лекарство, как это вы это не звучало утопически или там нереально, единственное лекарство – это общество сознания Кришны. Нет другого лекарства в мире сегодня, кроме общества сознания Кришны. Несмотря на все свои внешние недостатки, несмотря на все неприятности, которые происходят в этом обществе ежедневно, день за днем, это будет происходить всегда. Это общество является тем сосудом, который носит в себе лекарство. Сосуд, он может быть грязным. Сосуд, он может быть несовершенным. Сосуд есть сосуд, но в нем лекарство. Это лекарство, вот это объединение этого сосуда и лекарства есть самое важное. Поэтому никакие другие наставления, никакие другие старания, никакие революционные, ученые, неученые, какие угодно. Прабхупада как раз в комментариях, в конце комментариев этому стиху пишет очень-очень удивительную мудрость. Удивительная мудрость – это плохое словосочетание. Он пишет такую вещь, что пора человечеству это понять и бросить тщетные попытки. Что мне это самое вот сейчас.
Так происходит переселение души. Поэтому нужно оставить тщетные попытки объединить человечество на основе соглашений, подоплекой которых является стремление к чувственным удовольствиям. А вместо этого учить людей тому, как обрести сознание Кришны и вернуться домой к Богу. Это истина на все века. То есть искать сейчас какие-либо соглашения, договоренности, открывать Организацию Объединенных Наций, открывать разные организации, опереться на какие-то научные теории, толкать людей на какие-то действия, только ради того, чтобы они жили лучше. Только ради того, чтобы они жили лучше. Только ради того, чтобы их улучшить, их жизненные условия. Только ради того, чтобы чувствовать себя комфортно в дерьме, ну, извините за это плохое слово, вот, в нечистотах и как-нибудь улучшить комфорт. Когда сидишь не в чистотах, комфорт не увеличишь. Просто надо выйти из него, и все. Поэтому это единственный способ, это сознание Кришны. Другого способа нет. И в этом и заключается вся величие миссии Прабхупады. Я смотрел на все это как на школьного учителя, который, когда я первый раз прочитал Гиту, Гита мне очень понравилась, а комментарий Прабхупады шутка не понравились. Потому что я какой-то школьный учитель, старик, видимо, его в детстве обидели, и он упорно там что-то доказывает, ну, уже было невозможно. Потом тихо-тихо, только сейчас начинаю понимать, что это посланник Бога. Это не просто человек, это посланник Бога. И он принес нам послание Бога. Он принес нам послание Господа Чайтани ради спасения, ради нашего спасения. Ну, что еще хочешь? Поэтому изучая священных писаний, изучение книг Прабхупады и общение с преданными, это есть лекарство. Ну, принятие духовного учителя, естественно. Другого лекарства нет. Все, что это сейчас случилось в результате прошлых действий всего человечества, это прошлое не изменить. Просто надо освободиться от этого прошлого. И надо понять, что это не твое прошлое. Это прошлое твоего тела. Постепенно надо сформировать вот это понимание. Харе Кришна. Я много и непонятно говорил. Ну, в общем, не ищите других источников истины. Нет смысла. Не ищите других методов. Нет смысла. Это книги Прабхупады, там есть и методы, и истины. Харе Кришна. Харе Кришна. Харе Кришна. Ну, я думаю, что мы уже перевыполнили план. 5-летку за 3 года. То есть мы уже загнули. Надо, наверное, закончить. Опять Прабху, мои поклоны, я обнимаю, дорогой. Ну вот, завершим на это, я думаю. Харе Кришна, спасибо, Деват. Харе Кришна, да, Харе Кришна. Харе Кришна. Ну все, давай. Ну, еще раз, счастливого вам Нового года. И что это Харе счастье в Новом году, тогда неприходящее, не исчезающее. Харе Кришна. И чтобы она стала вечно возрастающее. Джай. Харе Кришна. Всего доброго. Харе Шримад Кришна. Бхагаватам ки, Шрила Прабхупада ки, И Джай. Кришна Нитай Гудум Чандра ки. Да.